ჩვენ კოლუმბიაში ვართ უკანონო ბიზნესისა და კარტელების სამოთხეში. აქ გავიცნობთ ქრისს, რომელმაც 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა და პირველად ადგილობრივ სასაფლაოზე ლეონორის საფლავთან მივიდა. მის შემდეგ ქრისი შურისძიების გეგმას იწყებს. იმ საღამოს ის უზარმაზარი მამულის გარეთ რჩება და ბუჩქებიდან უთვალთვალებს, სანამ არ ხედავს იმას, ვისაც ეძებს. მდიდრულ ავტომობილში ახალგაზრდა ქალი მგზავრობს თავის დაცვასთან ერთად. ქრის იმას ელიტარულ კოლეჯამდე მიყვება, სადაც გოგონა გაკვეთილებზე დასასწრებად რჩება. დღის ბოლოს ელისა ბრუნდება სახლში, სადაც მამა ელოდება, რათა გაიგოს როგორ ჩაიარა მისმა დღემ. თუმცა როგორც საშუალო სტატისტიკურ მოზარდს, მას კარგად გამოსდის მამის იგნორირება და ტელეფონში თავით გადაშვება. ვისენტე მისი მამა ეუბნება, რომ დაგეგმილია წვეულება მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად და სურს, რომ გოგონა იქ იმყოფებოდეს და სათანადოდ მოიქცეს. დიდი მოთხოვნა არ არის იმ ოქროს ცხოვრების გათვალისწინებით, რომლითაც ის ცხოვრობს. ვისენტე დაუნდობელია ბიზნესში, მაგრამ თავისი ქალიშვილის შემთხვევაში გოგონა მისი მთელი ცხოვრება და სისუსტეა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის ერთადერთია, რაც მას დარჩა. ჩვენ ვცვლით სცენას და გადავდივართ ცენტრში მდებარე კაფეში, რომელიც დახურვას აპირებს. ალექს მენეჯერი ოდნავ ნერვიულობს. ვიღაცამ შემოაღწია და ნამცხვარი შეუკვეთა, მაგრამ საათები გავიდა და ის არც კი შეხებია, სიტყვაც არ დაუძრავს. ის უბრალოდ კუთხეში ზის, საზარელი იერით და ახლა ქალმა მას წასვლა უნდა მოსთხოვოს. პიროვნება უკიდურესად უცნაურია. როდესაც ის უახლოვდება, კაცი ხელზე ხელს მოკიდებს და დასაჯდომად აიძულებს. სწორედ ამ მომენტში ამჩნევს ქალი, რომ მას ლითონის ხელი აქვს, რომელშიც ძალიან ბასრი ხანჯალია და ახლა მისკენ არის მომართული. კაცი ხანჯლით ჭრის ნამცხვარს და ნაჭერს აძლევს ალექსს, რომლის გულით ძალიან სწრაფად ცემს და შიში იპყრობს. როგორც ზეციდან გამოგზავნილი, პატრულის მანქანა ჩერდება გარეთ და წითელი და ლურჯი შუქები კაცს შესამჩნევად დაძაბავს. პოლიციელი ქალი უახლოვდება და დაინახავს, რა კაცის ხელში ხანჯალს, იარაღს იღებს და უბრძანებს, ნელა წამოდგეს და ხელები ზურგს უკან დააწყოს. თუმცა ტიპი უბრალოდ დგება და მიდის. პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ შედეგების გარეშე სროლა არ შეუძლია და ალექსის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მის გაშვებას გადაწყვეტს. ისინი ერთად კეტავენ მაღაზიას და პოლიციელის თავაზობს სახლში მიიყვანოს, მაგრამ ეს არ მოხდება. უცნობი უკანა სავარძლიდან ამოდის და პოლიციელს ერთი მოძრაობით კლავს, შემდეგ ალექსს უახლოვდება და ზურგიდან იმორჩილებს. მეორე დღეს ელისა გაკვეთილებზე მიდის, როდესაც ვიღაც ავტომობილის ფანჯარაზე აკაკუნებს. ის მათხოვარს გავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქრისია შენიღბული. ისი პარავს ავტომობილს და ელიზას დაედევნება, როდესაც მას მიეწევა საბარგულში ჩასვამს და დიდი სიჩქარით გარბის. ვისენტე განრისხებულია თავისი თანამშრომლების მოქმედებით, ორივე მათგანი პლასტმასზე დგას, რათა ხალიჩა სისხლით არ დასვარონ. იმავდროულად ქრისი შორდება ქალაქს, მაგრამ როდესაც ის ელისას წყლის მიწოდებას ცდილობს, გოგონა გარბის და ტყისკენ მიიწევს. როდესაც ის დაეწევა, აუხსნის, რომ მისთვის ზიანის მიყენება არ სურს. ის მისი დედის მეგობარი იყო და ამის დასამტკიცებლად ფოტოს აჩვენებს. ფოტოზე ჩანან ქრის, ვისენტე და ელისას გარდაცვლილი დედა, რომელმაც ქრისის პირობა დაადებინა, რომ მას იპოვიდა და ვისენტეს დააშორებდა. ეს გეგმა 15 წლით გადაიდო, რადგან ქრის ვისენტეს გამო ციხეში იჯდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ზიანს არ მიაყენებს. ქრისი ელისა სიარაღს აძლევს, მაგრამ ახლავე უნდა წავიდნენ. შემდეგ ის დანარჩენსაც აუხსნის. გოგონა აიძულებს უკან დააბრუნოს, მაგრამ ქრის სურჩევნია, მისი ტყვიით მოკვდეს, ვიდრე ვისენტესა და მის ხალხს ჩაუვარდეს ხელში. გოგონა არ წყვეტს ყვირილს და სავარძლის ცემას, რაც ქრისს მოთმინებას აკარგვინებს და უმხელს, რომ ის მისი მამაა. ნიკ, ვისენტეს მარჯვენა ხელი, ურეკავს კუერვოსა, ლითონის ხელიან კაცს, რათა აცნობოს, რომ მისთვის ინფორმაცია აქვს. წლებში მდებარე კაფეში ქრისი ელისას მოვლენების თავის ვერსიას უყვება. ის დარწმუნებულია, რომ ვისენტემ მოკლა მისი დედა, ხოლო ბრილიანტის ხელსაბამი, რომელიც ელისას უკეთია, მისი საჩუქარი იყო. უცებ იარაღი ჩნდება და რამდენიმე კაცი მათ გარს ეხვევა. ისინი ქრისს ეუბნებიან, რომ ის რაც მოხდება ნათელია. ელისა მათთან წამოვა, ის კი აქ დარჩება. თუ რამეს ცდის, მოკლავენ. ქრის იმათ ცუდი ბიჭების თამაშის დროს არ აძლევს და მაშინვე უტევს, თუმცა მათ რიცხობრივი უპირატესობა აქვს და ლიდერი ელისას თავისი მანქანით მიხავს.
როდესაც კრისი ყველა მსახურს უსწორდება, უკვე გვიანია, ელისა გამქრალია და მან არ იცის როგორ მიყვეს, ამიტომ კაფეში ბრუნდება და ერთ-ერთ ბიჭს სასტიკად ცემს, სანამ ის არ აღიარებს, სად მიყავთ გოგონა. ბიჭები ელისას მიყავთ კაცთან, რომელსაც ეძახიან. მზრუნველი, ელ კუიდადორ, ის გეგმავს მისთვის გამოსასყიდი მოითხოვოს. ცოტა ხნის შემდეგ სროლის ხმები ისმის და კამერების საშუალებით ვხედავთ, როგორ კლავს კუერვო ყველას. მას გამოსასყიდი სურს და სისხლის აბაზანას აწყობს. ყოველ მოკლულ კაცთან ერთად კუერვო უფრო და უფრო უახლოვდება მზრუნველს და ელისა მიცის, რომ იქიდან უნდა გაიქცეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის, ამიტომ გადაწყვეტს მოხუცი გათიშოს და დამოუკიდებლად გაიქცეს. მიუხედავად იმისა, რომ კუერვოს არ უჭერს კაცების და ქალების დახოცვა, მალე არავინ რჩება. საბედნიეროდ, კრისი ჩნდება, რომელიც თავისი ქალიშვილის დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ ჯერ რკინისხელიანი და ზებუნებრივი ძალის მქონე სუბიექტი უნდა დაამარცხოს. კრისი გიგანს მთელი ძალით ურტყამს, მაგრამ არაფერი შველის. კუერვო ელიზას მისდევს, კრისი კი მხოლოდ მის შეფერხებას ცდილობს. ბოლოს კრის იუყვირის, გაიქცეს და ის დაივიწყოს. ამ მომენტში მზრუნველი უზარმაზარი შაშხანით ჩნდება, რაც სრულ ქაოსს იწვევს. კრისი გეგმავს, გამოიყენოს ეს შანსი და გაიქცეს, მაგრამ კუერვოს ის დაეწევა და ამარცხებს. როდესაც ის მის მოკლას აპირებს, ელიზა ჩნდება. ახალგაზრდა გოგონამ შეძლო მანქანის მოპარვა და კუერვო სწალით დაეჯახა, გამოთიშა და მამა გადაარჩინა. მამა და შვილი ქალაქისკენ გარბიან, მაგრამ კრისი დაჭრილია. იმლითონის დარტყმამ შესაძლოა ნეკნი გაუტეხა და სუნთქვის მოსათქმელად დრო სჭირდება. იმავდროულად, კუერვო ჭრილობებს იხევს და იმ მიმართულებით მიდის, საითაც კრისი გაიქცა. არც ისე შორს, კრისი ელიზა სუყვება იმის შესახებ, თუ როდის ნახა უკანასკნელად დედამისი, მან ციხეში მოინახულა და გამოუტყდა, რომ ვისენტე აღრჩობდა, აკონტროლებდა მთელ მის ცხოვრებას და ამას ვეღარ უძლებდა. ის გეგმავდა გაქცევას და ელისას წაყვანას, მაგრამ ეს ვერ შეძლო. იმ ვიზიტიდან 3 კვირის შემდეგ კრისმა გაიგო, რომ ის გარდაიცვალა. ზრუნველის კაზინოში ვისენტე ხედავს იმ გრევას, რომელიც კუერვო გამოიწვია და ნერვიულობს. მან ის არასოდეს დაურეკავს და ახლა ირკვევა, რომ ნიკ მის ზურგს უკან მოქმედებდა. მეორე მხრივ, ელისა დაღლილია გაქცევით, მისი ცხოვრება ვისენტესთან სრულყოფილი იყო და არ არის დარწმუნებული, რომ კრისი სიმართლეს ეუბნება, ამიტომ როგორც კი ის ყურადღებას მოადუნებს, მანქანას იპარავს და ტოვებს მას. სწორედ ამ დროს ჩნდება კუერვო და მისდევს, სანამ არ დაეწევა, როდესაც ის ტელეფონის ჯიხურის გამოყენებას ცდილობს. ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს სახლებში, მაგრამ იმ ადგილებში არავინ არავის ეხმარება და ყველანი უარს ამბობენ კარის გაღებაზე. კრის კუერვოს მანქანასთან მიდის, მაგრამ ის უკვე ელისასთანაა და იმავე მანიაკალურ საუბარს უყვება, რაც იმ ღამეს ალექსს უთხრა. ის ცდილობს ვაშლიც კი აჩუქოს, ვინ იცის რა აზრები უტრიალებს მის უკუღმარ დგონებაში. ელისამ უნდა ირჩიოს ერთ ხელსა და მეორე შორის, ამიტომ ვაშლს ირჩევს, მაგრამ პირდაპირ სახეში აფურთხებს და გარბის. კრისმა ის გადაარჩინა, მაგრამ სროლა ატყდა. ვიდრე იარაღს დატენავდა, კუერვო ელისას თავზე მიადო თოფი და კრისი უძლური გახდა. ფსიქოპათი ორივე იმორჩილებს და კუჩის შუაგულში კრისის სიკვდილით დაჯას გეგმავს, მაგრამ მანამდე სურს, რომ მას ბევრი ტკივილი მიაყენოს უბრალოდ პირადი სიამოვნებისთვის. ყოველი დარტყმისას ისმის, როგორ ტყდება კრისის ძვლები, სანამ ელიზა არ უყვირებს, გაჩერდეს, რის შემდეგაც კუერვო მას ათიშავს. მეორე დილით კრის ხეზე ჩამოკიდებული იღვიძებს. საბურავი ერთადერთია, რაც მას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის აკავებს. მან საათები გაატარა წონასწორობის დაცვაში, სანამ ვისენტე არ იპოვის. ვისენტე საბურავს, წიხს კრავს და კრისი დახრჩობას იწყებს, მაგრამ შემდეგ თოქს ჭრის. ნიკს კრისის მოკვლას წყურია, მაგრამ კუერვოს ელისა ყავს და ამ მომენტში ისჭირდებათ. გარდა ამისა, ვისენტე იცის, რომ რაღაც ისე არ არის. მანქანაში ვისენტე უტყდება კრისს, რომ მას ელისას დედის სიკვდილთან არაფერი აქვს საერთო. ორივე ერთსა და იმავე ქალს უყვარდა და მეტი არაფერი. ის აღიარებს, რომ უღალატა და ციხეში გაგზავნა. მისმა ცოლმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მას ამასთან არაფერი ჰქონდა საერთო, მაგრამ ახლა ელიზა მის გამო საფრთხეშია. ამ მომენტში კუერვო ურეკავს ვისენტეს შეხვედრის დასანიშნად და უმხელს, რომ ნიკმა მიაწოდა ინფორმაცია ელიზას გატაცების შესახებ. მას ფული არასოდეს უნდოდა, მხოლოდ ვისენტეს მოკლა სურს. როგორც კი ტელეფონს თიშავს, ვისენტე იარაღს იღებს და ნიკს კეფაში ესვრის, მოკლავს მას, სანამ ის ტახტის ხელში ჩაგდების გეგმას დაასრულებს. ვისენტე ეუბნება კრისს, რომ კუერვო საფრთხეა. ადრე ისინი პარტნიორები იყვნენ, თუმცა მისი სისხლის წყურვილი დაუოკებელი აღმოჩნდა.
ერთ ღამეს ვიცენტე 15 კაცი გაგზავნა მის მოსაკლავად, მაგრამ ვერ შეძლეს. მათ მხოლოდ მისი ხელი იპოვეს. El Cuervo თავი რომ დაეხსნა, ხელი კბილებით მოიკვეთა და ახლა ის მოსიარულე დემონია, რომელსაც მისი ქალიშვილი ჰყავს. ცოტა ხნის შემდეგ ვისენტე შეხვედრის ადგილზე მიდის და ქრისს ათავისუფლებს. საქმე ეხება ელისას. როგორც კი ის უსაფრთხოდ იქნება, მოაგვარებენ დარჩენილ საქმეებს. იარაღის გარეშე ქრისი ტერიტორიას ათვალიერებს, ისევე როგორც ვისენტეს ხალხი, რომლებიც სათითაოდ იხოცებიან კუერვოს ხელში. ყოველი წუთის გასვლასთან ერთად ვისენტე უფრო და უფრო მარტო რჩება, სანამ ბოლოს ალყაში არ მოაქცევენ. კუერვოს ელისა კონვეიერის ლენტზე ყავს, ის გეგმავს საშინელი გზით მოკლას და ვისენტეს თვალწინ მას შეუძლია მისი გადარჩენა, მაგრამ ხელი უნდა მოკვეთოს. ეს არის მისი შურის ძიება. ვისენტე ხაზის ბოლოსკენ გარბის მანქანის გასაჩერებლად სასოწარკვეთილი მცდელობით, სანამ ქრიზი კუერვო საყურადებს, მაგრამ ფსიქოპატმა ყველაფერი ისე შეცვალა, რომ მექანიზმის გათიშვა შეუძლებელია. უზარმაზარი მანქანა ყლაპავს ყველაფერს, რასაც ვისენტე სვლის და ელისა სულ უფრო უახლოვდება. ფინალურ ბრძოლაში ყოველი დარტყმა, რომელსაც ქრისი მეტალის მუშტით იღებს, დიდ ტკივილს აყენებს, მაგრამ ქალიშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლისას უკან დახევა არ შეუძლია. ბრძოლის განმავლობაში კუერვო უმხელს, რომ ნიკმა დაგეგმა ელისას დედის სიკვდილი და რომ მან სიამოვნება მიიღო ყოველი წამით. ლენზე დაბრუნებული, დრო იწურება და ვისენტე ფიქრობს, გააკეთოს ის, რაც კუერვოს სურს, მოკვეთოს ხელი ელისას. რისხვითა და შურისძიებით მოტივირებული, ქრისი მთელი ძალით იბრძვის, მაგრამ კუერვო მასზე გაცილებით ძლიერია და მუცელში ხანჯალს ურჭობს. შემდეგ ის ვისენტესთან ბრუნდება და იმორჩილებს, რათა უყუროს, როგორ იქცევა მისი ქალიშვილი ათასობით ნაწილად. მძიმედ დაჭრილი ქრის იუყვირის ელისას, რომ ბრილიანტები გამოიყენოს. ახალგაზრდა გოგონა ხელსაბამს ჯაჭვზე დებს. მათი სიმაგრე მანქანაში გაუმართლებას იწვევს და ჯაჭვი წყდება. ერთად ვისენტე და ქრისი კუერვოს აცვიდებიან და კიდეზე გადააგდებენ, მაგრამ ის ვისენტეს ეჭიდება და თან მიაქვს. ფილმი სრულდება მამა-შვილის ჩახუტებით სიკვდილთან ახლოს ყოფნის შემდეგ. ცოტა ხნის შემდეგ ქრის იმას დედის ნამდვილი საფლავის სანახავად მიჰყავს, რათა შეძლონ და უთხრან, რომ პირობა შეასრულა. ამით მთავრდება ეს საექშენო ისტორია. თუ გსურთ ნახოთ მსგავსი რეზიუმეები, აირჩიეთ რომელიმე მათგანი, რომელსაც ეკრანზე შემოგთავაზებთ.